Kolegebo, მოგესალმებით. Ფორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. განსახილველ საკითხებში დაგვემატა დადგენის პროექტი პარლამენტის გამოკლებული წევრის პაატასალიას ადგილმონაცვლის იოსებ ჯორბენაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. მეორე საკითხად მთავრობის სტრუქტურის და უფლებამოსილების საქმეების წესის შესახებ ცვლილება მეორე მოსმენით დაჩქარებული პაკეტი და ასევე მე-13 საკითხად მოქალაქე და პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ცვლილების პაკეტი დაჩქარებულად მეორე მოსმენით. რაც შეეხება ახალ ინიციატივებს, სოფლის სამაჯრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი. დარგობრივი წამყვანი გარემო და საგარეო სავალდებულო დასკვნისთვის. ბატონო, საორგანიზაციო საკითხებიდან უფლებამოსილების ცნობაზე მოგახსენეთ უკვე, კენჭისყრელი გვაქვს რამდენიმე საკითხი, კერძოდ ვადების გაგრძელება არის მეორე, მე-13, მე-4 საკითხი. გთხოვთ რომ ამას ხარი დაუჭიროთ. მადლობა. და ასევე დასამტკიცებელია კულტურის კომიტეტის მომართვა დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. გთხოვთ ამასაც ხარი დაუჭიროთ. მადლობთ. ცნობად ვიღებთ რამდენიმე საკითხს, მათ შორის დროებით საგამოძიებო კომისიის წევრად იცით რომ პაატასალია მინისტრად დანიშნვის და უფლებამოსილების შეწყვეტისგან გამომდინარე გამოაკლდა ამ კომისიას, ვაკანტური პოზიცია იყო ქართული ოცნების კვოტით და ამ კვოტას შეავსოს ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი საგამოძიებო კომისიაში. მე-7 საკითხი ინფორმაცია საკონსტიტუციო საბჭოების შექმნის შესახებ კულტურის კომიტეტში. მე-8 საკითხად დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2022 წლის ანგარიში, რომელიც გადაეცემა რამდენიმე კომიტეტს, ჯანდაცვის კომიტეტს და წამყვანი და შემდეგ ვალდებულოთ არის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, განათლება, გარემო, დარგობრივი ეკონომიკა, რეგიონული პოლიტიკა და თვითმმართველობა. მე-9 საკითხი კონკურენცისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი 2024 წლის ანგარიში და მე-10 წინადადება არის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც გადაეცემა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს. სხვა საკითხები თუ არ არის, ბიუროს ხდომა დახურულია.